ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა დადიანების სასახლის ეზოში არსებული ტერიტორია, რომელიც 2007 წელს გაიყიდა. ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მდებარე ამფითეატრი 17 წლის წინ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა შეიძინა, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ქარდავას მიყიდა. საბოლოო ჯამში 2020 წელს ნაკვეთი ლაზეთი გრუპმა იყიდა. მოლაპარაკების შემდეგ კი ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნდა. ადგილობრივი ხელისუფლება ახლა აქ სოციალურ-კულტურული ობიექტის მოწყობას გეგმავს. ქალაქის შუაგულში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ დადიანების ისტორიულ ეზოში გასხვისებული მიწა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს. ჩვენ მერიასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყოს სოციალურ-კულტურული დატვირთვის სივრცე. მიღებული შეთანხმებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა. ჩვენს ქალაქში 9 წლის განმავლობაში ხდებოდა კერძო საკუთრებების ჩამორთმევა. როგორც ღამის ნოტარიუსების დახმარებით, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განიავების პოლიტიკა ჰქონდა წინა ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში და ერთ-ერთი შედეგი არის დადიანების კომპლექსთან არსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომლის რეაბილიტაცია დღეს მოხდა და დაუბრუნდა ისევ ზუგდიდელებს ჩვენს მოსახლეობას. მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევძელით მოგვეძებნა სამართლებრივი ფორმა, მიწის ნაკვეთმა გამოიცვალა რამდენიმე მესაკუთრე და ბოლო საკუთრებთან ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, როგორც მოგახსენეთ, დაუბრუნდა ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დღეს არის მართლაც ისტორიული დღე, ვინაიდან საფუძველი ჩაეყარა, ფიქრობ, საფუძველი ჩაეყარა პროცესს, რომელსაც ქვია საზოგადოების სივრცეების, საზოგადოებისათვის დაბორების პროცესი, საზოგადოების სივრცეებს სჭირდება გაფრთხილება.